მე მყოლია ცხოვრებაში ძალიან ბევრი მტერი გიორგი. მე უამრავ ადამიანთან მიწევდა მუდმივად ჭიდილი. და ისინი იყენებდნენ ძალიან ბევრ სხვადასხვა ბინძურ მეთოდს. მათ შორის ეს იყო პირადი ცხოვრების მსახველი მასალების გავრცელება, რომელზეც მე ჯერ არც ერთ ეთერში არ მისაუბრია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან ამას ვამბობ. სხვადასხვა ეტაპზე მე მყავდა ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, იქნებოდნენ ესენი პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული ადამიანები თუ სამსახურეობრივად იქნებოდა თუ სხვადასხვა ინტერესების გამო. ეს იყო ინტრიგების უზარმაზარი რაოდენობა, ეს იყო მიზანმიმართული შეურაცხყოფები ჩემს მიმართ იყო მაგალითად დაშინების მცდელობები ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრებზე, დაკავების მცდელობები, ცემის ფაქტებიც იყო 2005 წლისათვის, მაგრამ მსგავსი შეურაცხყოფა რაც მე ჯირკველიშვილისგან მივიღე. ვერ გავივლით ესე ნამდვილად, უნდა დავიწყოთ თავიდან, ისევ თქვენ ახსენეთ, რომ პირადი ცხოვრების სამსახველი კადრები. მაგრამ მე ჯერ პირველ შეკითხვაზეც არ მიპასუხია თქვენთან. თემა გადაფარეთ, დაუბრუნდებით მოგვიანებით ამას. ვინ გემუქრებოდათ და როდის ამ ხელისუფლების თუ წინა ხელისუფლების პერიოდში? მოდი ამ შეკითხვას დავტოვებ ესე გიორგი, დავტოვოთ ესე როგორც პატარა სკანდალი თქვენი ეთერისთვის, მე ამაზე ოდესღაც მე ამაზე ძალიან დოკუმენტალურად არ მიმართავს, იმიტომ რომ კონკრეტულ ეტაპზე იყო ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამდებობის პირი ჩართული პროცესებში და მე პირადად იმ კონკრეტული ეტაპისთვის ვეცადე რომ ეს საქმე ყოფილიყო გაყინულ მდგომარეობაში, დაკონსერვებულ მდგომარეობაში. მე ამაზე აუცილებლად როდეს მე ვისაუბრებ და დოკუმენტალურად გაგცემთ ამაზე პასუხს, მაგრამ ეს იყო თქვენი დირექტორობის დირექტორობის პერიოდშიც იყო, დირექტორობის შემდეგაც იყო. სამსახველი კადრების ჩანტაჟი იყო დირექტორობის პერიოდში თუ დირექტორობის პერიოდში, დირექტორობამდე და დირექტორობის შემდეგ. ეს ფაქტი ეს თემა არა ხა ეს არის ზოგადად როგორი მომენტი ხა თქვენ კარგად იცით როგორ ხდება ხო ადამიანების რაღაცა ხელოვნურად შექმნილი შეთითხნილი რაღაცა დოკუმენტებით იქნება ეს მასალებით იქნება თუ რაღაცა ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობისთვის კონკრეტულ ეტაპებზე სხვადასხვა თანამდებობის პირები თუ სტრუქტურები თუ ორგანიზაციები ცდილობენ იმას რომ გამოიყენონ რაღაცა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად კონკრეტული მასალები. ამიტომ მე ხლა ის გუნდი გემწოდათ რომელ გუნდსაც მე კონკრეტულად მე არ დამიკონკრეტებია მე არ დამიკონკრეტებია მე ვთქვი რომ დირექტორობის პერიოდში დირექტორობამდეც დირექტორობის შემდეგაც იყო კონკრეტული ადამიანების თანამდებობის პირების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები რომლებსაც ჰქონდათ ინტერესები რომ ჩემს მიმართ განხორციელებულიყო სხვადასხვა ტიპის მე ვერ გეტყვი მე არ ვიცი ამაზე თუმცა მე კიდევ ერთხელ უნდა გითხრა გიორგი მე ამ საკითხს ვამბობ ახლა იმიტომ რომ ოდესმე ამებზე უფრო ცლად მექნება საუბარი და გპირდებით დიას რომ როდესაც ეს დაიგეგმება მე აუცილებლად მოგაწვდით ყველა იმ დოკუმენტს რაზეც ახლა არის საუბარი თუმცა რისი თქმა მინდოდა თქვენი დასაბუთება შეგიძლიათ რა თქმა უნდა შემიძლია რა თქმა უნდა დოკუმენტალურად შემიძლია რა თქმა უნდა შემიძლია ადამიანების დონეზე შემიძლია ამის თქმა კონკრეტული დასაკითხი პიროვნებებით შეიძლება არსებობდნენ თუმცა დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა გითხრა რომ მე ამ საკითხის გასაჯაროებას ახლა არ ვაპირებ მათ შორის არც სიტყვიერ დონეზე არც დოკუმენტალურ დონეზე